ფუმფულა ბაბუა თეთრი წვერით, წითელი ქურთუკით, გულთბილი ღიმილით და საჩუქრებით სავსე ტომრით. სწორედ ასე გამოიყურება ახლა სანტა, მაგრამ ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ისეთი სანტა, როგორცაც ახლა მსოფლიო იცნობს, კოკა-კოლამ მე-20 საუკუნეში შექმნა. მანამდე სანტა სხვადასხვანაირი იყო, ხან გამხდარი, ხან სერიოზული, ხან სულაც სხვა ფერებში ჩაცმული. სახე, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა, 1921 წელს შეიქმნა. როცა კოკა-კოლამ შობისთვის ილუსტრატორ ჰედონ სანდბლომს სთხოვა დაეხატა სანტა არა როგორც მკაცრი წმინდანი, არამედ ცოცხალი, თბილი და ადამიანური ბაბუა. კოკა-კოლას წითელ ქურთუკიანი მომღიმარი სანტა თავდაპირველად ბეჭდურ რეკლამებში გამოჩნდა ჟურნალებისთვის, ხოლო მოგვიანებით სწორედ ამ ვიზუალმა გადაინაცვლა სატელევიზიო რეკლამებშიც. ასე გახდა სანტა, რომელიც წარმატებული მარკეტინგის თვალსაჩინო მაგალითია, შობა ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, სითბოს, სიკეთისა და ბავშვური ბედნიერების სიმბოლო. Ho, ho, ho. Merry Christmas. არავის წარმოუდგენია სანტა მარხილის გარეშე, რომლის წინამწყრივშიც ყველასთვის ცნობილი ირემი დგას, რუდოლფი, რომლის ცხვირიც ანათებს. 1929 წლამდე სანტას რუდოლფი არ ჰყავდა. ის ამერიკაში დიდი დეპრესიის მძიმე წლებში შეიქმნა. ჩიკაგოში მდებარე მაღაზიათა ქსელმა მონტგომერი ვორდმა გადაწყვიტა საშობაოდ ბავშვებისთვის უფასო პატარა წიგნი დაებეჭდა. ისტორია, რომელიც იმედს მისცემდა ოჯახებს და შობას ცოტათი გაუფერადებდა. წიგნზე კომპანიის თანამშრომელი რობერტ მეი მუშაობდა, ღარიბი მწერალი, რომლის ცოლით სასიკვდილო სენს ებრძოდა და მან მაინც შეძლო ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში შეექმნა ჯადოსნური პერსონაჟი. პატარა ირემი, რომელიც ყველასგან გარიყულია და მას დასცინიან, რადგან დიდი წითელი ცხვირი აქვს. რუდოლფი არც ყველაზე ძლიერი იყო, არც სწრაფი და არც ლიდერობა შეეძლო. იქამდე სანამ ბნელშობის ღამეს, როცა სანტამ გზა ვეღარ დაინახა, რუდოლფის ცხვირმა სიბნელეში არ გაანათა. ისტორია პირველად გამოვიდა როგორც საბავშვო წიგნი და მისი მილიონობით ეგზემპლარი გავრცელდა. მას შემდეგ რუდოლფი დღესასწაულის მთავარი ირემია, რომელსაც სანტას მარხილთან ერთად დააქვს იდეა, რომ ყველაზე ბნელ დროსაც შენში არის ის, რაც გაანათებს. შენი ნაძვისხის ბრწყინვალების უკან 10 წლის რაჭველი ბიჭი დგას, რომელიც 1893 წელს მშობლიური თხმორიდან თავგადასავლების საძებნელად გაიბარა. გრიგოლ კობახიძე 1883 წელს ამბროლაურში დაიბადა. სახლიდან გაპარვის შემდეგ ბორჯომის მინის ქარხანაში, სადაც მისი ძმა მუშაობდა 4 წელი გაატარა. ამ დროში დაეუფლა ქარხანაში არსებულ ყველა ტექნოლოგიას, შეიმუშავა წარმოების გაზრდის მეთოდები, მოიპოვა ავტორიტეტი და თავგადასავალი ჯერ თბილისში გააგრძელა. შემდეგ საბჭოთა კავშირში და ევროპაში მოგზაურა. ბოლოს კი იქ, სადაც ოცნებები ყველაზე მეტად ახდენადი ჩანს, ამერიკაში. ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად ჩასული თავიდან თავს პურის ცხობით ირჩენდა. შემდეგ 9 წელი General Electric-ის ფირმაში მუშაობდა, ყიდდა საკანცელარიო ნივთებს, აგროვებდა ფულს საკუთარი საქმისთვის. ამერიკაში მას იცნობდნენ როგორც ჯორჯ კობის, რომელმაც მართლაც გახსნა თავისი მინის ქარხანა, მაგრამ დიდი დეპრესიის წლებში გაკოტრდა და სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაჭველმა ჯორჯ კობიმ თავისი ცხოვრების და ამერიკული შობის ყველაზე ბრჭყვიალა ნაწილი შექმნა. ფერადი შუშისგან დამზადებული ნაძვისხის სათამაშო და ელექტროსანთლები, რომლის შეფუთვასაც ჰქონდა წარწერა „კობი, ეს შობაა“. ის რაც ყველა ნაძვისხეზე ბრწყინავს წინამძულეში 10 წლის რაჭველი ბიჭის თავგადასავლის კულმინაციაა. ქართველებს ნაძვისხეზე ადრე უკვე ჰქონდათ თავიანთი ტრადიციული შობის სიმბოლო ჩიჩილაკი, რომელიც ირთვებოდა ნაჭრებით, თვლებით და რგოლებით, რაც სიმბოლურად წარმოადგენდა სიცოცხლეს, სინათლეს, ოჯახურ სითბოსა და კეთილდღეობას. ეს ტრადიცია საქართველოში მე-16-მე-17 საუკუნეებში გაჩნდა, განსაკუთრებით რაჭასა და სხვა მთიან რეგიონებში. იქამდე ბევრად ადრე, ვიდრე ქვეყანაში ნაძვისხის ტრადიცია შემოვიდოდა და ჩიჩილაკი საქართველოში დღესაც კულტურული იდენტობის ნაწილად ითვლება.